მოგესალმებით, მე მირიან ნიკოლაძე ვარ. გრძელდება ჩვენი საუბრები ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების და აი ამ მნიშვნელოვან პროცესში თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობის შესახებ. წინა საუბრებში მოკლედ მიმოვიხილეთ საქართველოში ბოლო 3-10 წლეულის იდეოლოგიური დიქტატის, კლეპტოკრატიული დიქტატის პერიპეტიები, ამავდროულად შევეხეთ ძალიან მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა ახალი ქართული პროექტის არარსებობა, რომელიც ჩვენ სამშობლოს მისცემდა საშუალებას ისტორიიდან ხანგრძლივი 200 წლიანი განდევნის შემდგომ მასში დაბრუნებისა და მყარად დამკვიდრების საშუალებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ საკითხის ცოდნა, არსებობს თუ არა რაიმე ხელშესახები იდეა, რაღაც ღირებულებათა მზა სისტემა, რაზედაც ძალიან მარტივად შეთანხმდებოდა საზოგადოების დიდი ნაწილი, აიღებდა ასე ვთქვათ ძირითად პარადიგმად განსაზღვრავდა და შემდგომში გამარტივდებოდა მისი სრულყოფა და გარკვეულ მნიშვნელოვან კონდიციონამდე მისვლა. მოდი დიდი დრო არ დავკარგოთ პირდაპირ ბატონ მენად მამარდაშვილს მიმართოთ, რომელიც გვეუბნება, რომ დიდი იდეები მზამზარეული სახით არ არსებობს. ყველა დიდი იდეა იშვება თავდაუზოგავი შრომის, მოძრაობის და მასში დიდი ძალისხმევის ჩადების შემდგომ. თავარია, როგორც ამბობდა, ჩვენ ვიცოდეთ, რომ მივდივართ სწორი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩვენი საუბრისთვისაც, ვინაიდან აი ამ თქვენ დამი შემოთავაზებული, ასე ვთქვათ, ვიდეორგოლების არსიც სწორედ ის არის, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ და არა გამზადებული იდეა, რომელზეც ცალკე გვექნება საუბარი, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიმართულება და გეზი გახლავთ სწორი, ეს ერთი და მეორე. მიმდინარეობს თუ არა ეს ვთქვათ ინტენსიური მოძრაობა, ინტენსიური ჩართულობა და დიდი ძალისხმევის ჩადება საზოგადოების გარკვეულ წრეებში, მოდით მიმოვიხილოთ რაზეა საუბარი, რომელმაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შვას ახალი ეროვნული იდეა. საქმე გვაქვს შემდეგნაირად. პირველი ის, რომ უშუალოდ საზოგადოებრივ ფენებში, ანუ ხალხის ყოფით ურთიერთობებში, საქმიან ურთიერთობებში, რა ვიცი, ალბათ კამათებში, მსჯელობებში ეს საუბრები არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს და ამიტომ ისევ ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ, რომ რაღაც აი ამ ვთქვათ მომავალი ორიენტირის განსაზღვრასთან დაკავშირებით ეს საქმე იქცა საუნივერსიტეტო კათედრების ექსკლუზივად თუ მონოპოლიად და შემდგომ იქიდან ჩვენ მოძღვრავენ, როგორ შეიძლება იყოს ის იდეა, რომელიც პირიქით ჩვენში უნდა წარმოშობილიყო და აქედან მიეღოთ. თუმცა ხას უსვამ, რომ ეს ისევ და ისევ ჩვენი ბრალია, სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა ასეთი მონოპოლიზება. მეორე საკითხია, რომელ ჯგუფში მიმდინარეობს, ვთქვათ, ასეთი მოძრაობა და ჩართულობა. უნდა ვთქვათ გულწრფელად რა. ლიბერალურმა მიმართულებებმა კონსერვატული მიმართულებებისგან განსხვავებით გამოიჩინეს ბევრად დიდი გამჭრიახობა, ბევრად დიდი უნარები. ვერ გეტყვით ახლა სახელმწიფოს დახმარებით იყო, რაიმე საგრანტო პროგრამებით იყო თუ როგორც იყო, მათ იცოდნენ რა განმანათლებლობის ფასი მოახერხეს და მოხდა მათი კონსოლიდირება საგანმანათლებლო კერებზე. ბუნებრივია იგულისხმება ილია-უნი, ბენდუქიძის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მათ შეძლეს სათანადო გამომცემლობის დაარსება, ძალიან ბევრი ლიტერატურა იქნა გამოცემული წლების განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა ამ თვალსაზრისით. სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობა.
ახლა მეორე საკითხია რა ხარისხის და რა არის ამის შედეგი. მოით ორი სიტყვით ესეც ვთქვათ, თქვენ წაიკითხავთ უამრავ წიგნს, ძალიან საინტერესო ავტორებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ დაასკვნით, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულთან არ აქვს საქმე, ზოგადად ხდება აპატიებთან გამოთქმაზე, მაგრამ უკვე მოძველებული და გადამღერებული ევროპული კონკრეტული მიმართულებების მიერ რაღაც წარმოსახული იდეების როგორ ვთქვათ, ტკეპნა, სამეცნიერო ტერმინოლოგიით манипуლირება და ახალი ფასეული მნიშვნელოვანი არაფერი შექმნა. თუ ვთქვათ, ჩემი მოსაზრება სადაოა, არ არის პრობლემა, თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ, მან წაიკითხოთ ევროპელი მოაზროვნეების აზრი, გულისხმობ კონკრეტულ ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს, კულტუროლოგებს, სოციოლოგებს, რა ვიცი, სხვა ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია და აკადემიური ცოდნა გააჩნია, რა თქმა უნდა, ისინი გეტყვიან, რომ ეს არის ვთქვათ, გვიანი მე-19 საუკუნის მიდგომები, უკვე გაცვეთილი ისტორიული საფეხურის ხელახლა-ავლის მცდელობა და ძირითადად გამოიხატება გაყვირვება, რომ ამ ხელა ძალისხმევა, აი ამ ხელა ინტელექტუალური პოტენციალი რაზე იხარჯება, როცა გზაც მცდარია და შედეგიც ნულოვანი. გავარკვიეთ მეორე საკითხიც. ახლა გადავიდეთ მესამე საკითხს. რა ხდება კონსერვატორიაში? ესე იგი, კონსერვატორებმა არც მეტი, არც ნაკლები იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ფული ჩაედოთ არა განათლებაში, არამედ მუთაკებში. ხოდი ვიხდი ამ გამოთქმაზე, მაგრამ ნეტი განსაზღვრება ამას არ აქვს. ვერ ვიხსენებ თუ ვინმე მითხარით, ვერც ერთ საგანმანათლებლო კერას, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მნიშვნელოვან, თქვათ, მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც დაფინანსდა ან ხელი შეეწყო ამა თუ იმ ფორმით, რომელთა, ასე ვთქვათ, დაორგანიზება და თავმოყრა მოხდა რაიმე ერთ კერაზე, სადაც შეიძლებოდა კონსერვატიული, რაციონალურ კონსერვატიზმს გულისხმობ ბუნებრივია ხან ფუნდამენტალიზმზე და ძალიან მძიმე შემთხვევებში ჩვენ გვისაუბრეთ. არ არსებობს ესეთი რამ. ეს არის ძალიან გრძელი და მნიშვნელოვანი სადღეგრძელო კონსერვატიული მიმართულების, რომელმაც დაასრულა ეს ამბავი. და რა ხდება? როგორც ვთქვით, საზოგადოებაში არაფერი ხდება ამ თვალსაზრისით, ლიბერალურ მიმართულებაში ხდება, მაგრამ ხარისხი არ აქვს ამას და შედეგი, კონსერვატიული მიმართულება ამ ხრივ მკვდარია და რა, საერთოდ უიმედოდ ვართ ამ თვალსაზრისით, ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ? საბედნიეროდ არა. დღესაც რამდენიმე კვალიფიციური მეცნიერი მუშაობს ამ კუთხით, ანთროპოლოგიური მიმართულებით, სოციოლოგიური მიმართულებით. ეს ადამიანები დებენ თელ თავიანთ დიდ პოტენციალს გამოცდილების თვალსაზრისითაც, ზოგადი სააზროვნო დიაპაზონის კუთხითაც, ხარჯავენ პირად ფინანსურ რესურსს, რომელიც რა თქმა უნდა, აი ამ თემების პოპულარიზებისთვის ძალზე მწირია და საბოლოო ჯამში თუ ადამიანი მაინც დაინტერესებული არის ან კვლევით, ან მიმართულების, ან გადაკვეთა არ ქონდა, ვთქვათ, მისთვის საინტერესო საკითხებთან, ხელმისაწვდომიც კი არ არის მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები. ძალიან მნიშვნელოვანი მე ხას უსვა. იგულისხმება როგორც ჩვენი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელები და უცხოელ რამდენიმე მეცნიერსაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო შედეგიანი, ყველაზე უფრო ნაყოფიერი, ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელი მიმართულება არის დატოვებული უყურადღებოდ. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? მოდით ამაზე შემდგომ საუბრებში ვიმსჯელოთ, როგორ უნდა მოხდეს ამის აღიარება, როგორ უნდა მოხდეს პოპულარიზება, რათა მოძრაობა წარიმართოს ინტენსიური მიმართულებით და საბოლოო ჯამში მივიღოთ მისი ნაყოფი იმისთვის, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. მადლობა
მოსმენისთვის. შევეცდები მალევე მოგაწოდოთ შემდგომი ვიდეო რგოლი.